მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმეკასთან. დღეს ჩვენი სტუმარია მუსიკოსი მაქსიმი მაჩაიძე, როგორ ახარ? შენ როგორ ახარ? კარგად, მადლობა. წინა სტუმრის კითხვა უნდა დაგისვა, ნინი ხარსელაძის. ნიუტონის მესამე კანონი რომელია? ნიუტონის მესამე კანონი რომელია? აი, გარკმაში არა. შენთვის რომელია მთავარი კანონი, რომელსაც არ დაარღვევ არასდროს? შენი პირადი კანონი. ჩემი პირადი კანონი. ესე ვერ ვიხსენებ. ალბათ ბევრია ძალიან. აი მორალურ კანონზე გეკითხები. ეს არის და სხვის თავისუფლებაში არ ჩავერევ. აი მარადისობის კანონი რომელია? მარადისობის კანონი არსებობს? ალბათ არსებობს მარადისობის კანონი რაღაც ამბავში. აი სივრცეში რო იყურები ხდები ხოლმე რაღაცა არსებობს. აი საქართველოში რატო არ არსებობს შოუ ბიზნესი? ბევრს ვეკითხები მაგას და ყველა ერთი და იგივე სიძახის. შენ როგორ ფიქრობ? მგონია რომ პატარა ტერიტორიაა მაგისთვის რაღაც ამბავში. თან რაღაც ამბავში მაგრა ახატიათ და მეორე ხარისხოვანი რაღაცა გონიათ. და ეხა ნელა რაღაცნაირად თითქოს ვითარდება, მაგრამ არ ვიცი, მე მგონი არაფერი ხელს არ უწყობს მაგ ყველაფერს რა. ჩაკეტილი გვაქვს რაღაცები, ნარკოტიკები არ არის. აუცილებელია, როგორ ფიქრობ მაგისთვის? მე ესე მგონია. შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრია, შეიძლება შეგიძლია უნიჭო ქართველი მუსიკოსები მითხრა ვინ არ მოგწონს? უნიჭო ქართველი მუსიკოსები? აუ რამდენია თუ არ ჯობია ნიჭიერებს ნიჭიერები რა უნიჭოები რო ჩამოთვალო იმდენია რომ მთელი გადაცემა ეგონა ნიჭიერები საკმაოდ ბევრია ვინ მომწონს კონქო მომწონს და მე თვითონაც კონქოს და me and my monkey მიყვარს მაგრამ მამა ჩემს მუსიკას ანათლია ჩემის მაგრამ მიყვარს. კიდე ვულკანაკაშიძე აკეთებს ძალიან მაგარ მუსიკას. კიდე ერეკლე დეისაძე აკეთებს ძალიან საკაიფო რაღაცებს. ერეკლე დეისაძის რაღაცები უფრო როგორც მუსიკა არა, უფრო როგორც რაღაცნაირი იდეის მატარებელი ისინი ბომბები არა, რომელიც საინტერესოა ძალიან და საჭიროა ყოველთვის რა და ვიღაც რო აკეთებს მაგარია ძალიან. კიდე ჩემი მეგობრები არიან ბაჩო და სანდრო ძალიან კარგი მუსიკა. ბევრნი არიან ძალიან. რა მაგრამ უნიჭოები უფრო მეტნი არიან. უნიჭოებიც არიან, უფრო რაღაც არასწორ გარემოში მომხდარი ტიპები არიან. რა შეიძლება ჩვენი პერსპექტივიდან არაკორექტულები არიან და თავის რეალობაში ყველაფერი რიგზეა რა. აი ყველაზე ბუნებრივი ხმა რომელია შენთვის? ყველაზე ბუნებრივი ხმა მე მგონი ყველა ხმა ბუნებრივია ვაფშე. ნებისმიერი ვიბრაცია რა. სხვადასხვა სექსუალური აი ტენისს რო თამაშობენ. ქალები. კაცების ტენისი არ მახსოვს, პროსტა ესე. ჟღერადობით მარტო ბურთის ხმა მახსოვს რა და ტრაგიკული ხმა? ტრაგიკული რა მოგისმენია რამაც? სიჩუმე. აი შორიდან რო ხედავ რაღაცა გრანდიოზულად რაღაცა კატასტროფა რო ხდება, აღონთ იმდენად შორს რო დგახარ რომ არ გესმის. და რაღაცა სიჩუმე რო გემი რო იძირება შორიდან რო ხდება. შენი და მამა შენის თაობა ვთქვათ, რითი განსხვავ რო უყურებ, რითი განსხვავდებით ერთმანეთისგან? იმათ სხვა სისტემები აქვთ გავლილი და სხვა რაღაცებიდან აქვთ ნასწავლი ყველაფერი ჩვენ სხვა, ანუ რეალურად ინფორმაციის წყაროები გქონდა სხვადასხვა ნაწილობრივ და ნუ ყველა ვარიანტში რაღაცა განსხვავება აი მარტივი პატარ-პატარა განსხვავებია, რაც რეალურად კრავს საბოლოოდ რა. და კარგისკენ შეიცვალა თაობა თუ ცუდისკენ? იცი რა, მე მგონი 90% 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 90
მე მგონი ეხა უფრო მეტი პერსპექტივაა, რომ თვალები გაახიყო და რაღაცები მიხვდე როგორ არის მოწყობილი და როგორ მუშაობს ვიდრე მაშინ, მაგრამ რეალურად ყოველთვის შესაძლებელი იყო. Просто ეხლა უფრო ადვილია ალბათ. მაგრამ რეალურად რაღაც ამბავში რო თქვა, ყოველთვის ერთი და იგივე იყო და ერთი და იგივე იქნება, მაგრამ ხო. მაინც რა ესე თუ დავშალეთ მომრავლებად, ეგრე მგონია რა. ხო და რა ფასობს თქვენში დღეს, მაგალითად ეს ქურდული პლატაობა არის კიდე იმ დოზით, რაც ადრე იყო, თქვათ. იცი რა, იმ დოზით მე მგონია აღარ არის. საერთოდ არის? არის. ესე ქუჩაში არის რეალურად ეს ქურდული вообще რა იზნაჩალნა რაც იყო ბევრად საინტერესო და მისაღებია ვიდრე ეხლა ქუჩაში რაც გვესმის რა ანუ რეალურად საინტერესო კულტურა რა ძალიან რა просто ვითია საინტერესო ეგეც რაღაცნაირი ვორიორები არიან რა რეალურად რა და მაგათაც რაღაც თავისი სისტემები აქვთ და წყობები და რაღაცებს პატივს სცემენ და რაღაცა სტრუქტურები აქვთ რომელიც საინტერესოა ძალიან და განსხვავდება ბევრი აი სულ რო გახსენდება ხო იცი აი ქარაქტერებად რა რაღაც პირატებიც იყვნენ რაღაცნაირი სამურაებიც იყვნენ რონინებიც იყვნენ მასტერის გარეშე სამურაები აი ქურდებიც ერთ რაღაცა ის არის რა და მაგრამ მგონია რომ ნუ აი ხო იცი იმას რომ აქ მაჰათმა განდის რომ I like your Christ but I don't like your Christians იგივე პონტია იზნაჩ თავიდან შეიძლება რაღაც საინტერესო იყო ეხლა რაც არის პროტა აი ქუჩაში რაც გვესმის და აი რა კატეგორიის ხალხიც შემოდის კონფლიქტში შენთან და მაგას იყენებს, ანუ მაგ ენაზე რო გონია თვითონ რო გელაპარაკება, ეგ ძალიან ცოტა რა, რომ რამე კორექტულს ამბობდეს. რეალურად ყველა უკვე დაზეპირებული. ხო, აიცი როგორი რაღაცები მახსენდება ხოლმე, აი ძალიან ბევრი რაღაცნაირი ძველი ბიჭები მინახიან ყუყას რო იფხანენ რა და სუსტად რო იცი ოღონდ რო გაჩხერილი გერაინი არა აქვთ კაროჩე რა პროსტა მამის აი უკვე ჩვევად გადადის რა ეგ იცი როგორი რაღაც არის ერთი ისტორია რომ კაროჩე იყო 5 მაიმუნი ჩასვეს გალიაში რა და დაუდეს კიბეზე ბანანი და ერთი მაიმუნი რო ავიდა კაროჩე გაწუწეს სხვა მაიმუნები ყველა მერე ნუ და ეგრე რომ და ნუ არავერა იყო იმ ბანანი კაროჩე ისიც გაწუწეს ყველა გაწუწეს და მერე ნელ-ნელა ამ მაიმუნებმა რომ დაიწყეს კი ვინმე მაიმუნი რო კიბეზე ადიოდა სულ წუწავდნენ და ისწავლეს ამ მაიმუნებმა რომ რომელიმე მაიმუნი თუ კიბეზე ადის სხვა მაიმუნებს წუწავენ და პიზდავდნენ უკვე ამ მაიმუნებს რა სხვა მაიმუნები რა მაიმუნი თუ ადიოდა ცემდნენ და ნელ-ნელა ანუ დამკვიდრდა ეგ სტრუქტურა. მე ერთი მაიმუნი გაიყვანეს და ახალი შემოიყვანეს და იმან ხო არ იცოდა ეგ სისტემა, მაგრამ კიბეზე ავიდა თუ არა ამათმა ცემეს. ამათმა რო ცემეს ისწავლა რომ კიბეზე თუ ახვალ გცემენ. ნელ-ნელა ყველა მაიმუნები შეცვალეს რა და აი ესე ახლა კიდე შემოყავდათ მაიმუნი ადიოდა და ცემდნენ ეს მაიმუნები ოღონდ ის მაიმუნიც ცემდა რომელმაც არ იცოდა რატო ცემდა და მე სრული რესტრუქტურიზაცია მოხდა ანუ ყველა მაიმუნი გაიყვანეს სულ ახალი მაიმუნები შეცვალეს ნელ-ნელა და ბოლოს იყო ეს 5 მაიმუნი რომელიც არასდროს არ გაუწუწიათ მაგრამ კიბეზეც არც ერთი აღარ ადიოდა რა და რო გიკითხა რომ რატო იმიტომ რომ ეგრე იყო იქ მიღებული და ეგ მოსდის ძალიან ბევრ კულტურას და ძალიან ბევრ იდეოლოგიას რა რომ რაღაცა რაც მკვიდრდება ხო მკვიდრდება ოღონდ არავინ არ იცის რატო ანუ კითხვის ნიშნებს აღარ სვავენ რა პროსტა ეგრეა და იმიტომ რატო ხუილს ნეტყვა ხო და აი ადამიანებს ირგვლივ რო უყურებ ინდივიდუალიზმი რატო აქვთ და ანუ ყველა ერთნაირად იცვამს ყველა ერთ კაფეში მიდის რომ აი რატო ხდება ეგ ეგეც მაგაზე ხო არ არის მიბმული რომ ეგიცი რაზეა მიბმული ალბათ რომ რაღაცნაირი კომფორტის ზონაა ეგ ერთ-ერთი რომ ურჩევნიათ ადამიანებს რომ მარტივად მოხდეს ყველაფერი და რაღაცნაირად დინებას დაყვები რა იქ ყველაფერი მარტივია ბევრი ფიქრი არ ჭირდება რა და ალბათ ნაწილი არსებობს ადამიანების ვინც სხვა რაღაცებზე მეც ფიქრობენ და აი ამ ჭრილში
პირდაპირ დაყვებიან დინებას. რა მე ვერ ხვდები ხოლმე, რატოა ეგრე? თბილისი რისი ქალაქია შენთვის? თბილისი რისი ქალაქია? თბილისი რაღაცნაირი, თბილისი ძალიან მაგარი ქალაქია რა. რითია მაგარი? არ ვიცი ესე როგორ აგიხსნა რითია მაგარი, რაღაცნაირი მაგარია თუ მაგრა გიყვარს უბრალოდ. მიყვარს ქალაქი, თბილისელები ესე როგორც ადამიანები არ მიყვარს ქალაქში ისე როგორც თვითონ ქალაქი, იმიტომ რომ რაღაცნაირი ძალიან ბევრი თან არ მიყვარს, მაგრამ просто როგორი ქალაქია, იცი, ძალიან ბევრი რაღაც მოხდა და არის აჯაფსანდალი. ქაოსის ამბავში სრული ქაოსია რა. ეს ძველი ბევრი ქალაქია ერთ ქალაქში არის ეს ძველი თბილისი, რაღაცა ეს დუხი შემორჩენილი. მერე საბჭოთა კავშირის დროს იმათმა რაც გააფუჭეს და ააშენეს და რაღაცა როგორც მოაწყეს. და მერე ზედამ საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამათმა აიღეს და თურქეთი და დუბაი და ყველაფერი აკრიფეს და კიდე აბსურდი ჩააშენეს შიგნით რა და არის როგორი იცი აი რაღაცნაირი სტრანი გეტოა რა აი გაუგებარი რაღაცა კინოს ქალაქს გავს, ოღონდ სრული აბსურდია და არ ვიცი, სულ რაღაცნაირად მეცინება ხოლმე რა ვიყურები. აი ჩემი მეგობარია გრინჩი ერთი და მე-16 საათამდე რო გავართ ხოლმე, ღამით გავართ ხოლმე და ვერ ხვდებით როგორ მოახერხეს ვაფშე რომ აი ამ ვიძეა ქალაქი. აი სრული განუკითხავ რა. არ ვიცი, ალბათ გასართობია ხოლმე პროსტა. ზოგჯერ სასაცილო ასატირალი რო არ იყოსოთ რაღაც. კაი. მაგრამ თან კიდე აქ ბევრი ნიუანსი აქვს ამ ქალაქს რა. და შენი აზრით შეიძლება თუ არა რომ ადამიანმა მთელი ცხოვრება გაატაროს ფხიზლად? ისი რა ფხიზლად ისედაც არ ვატარებთ, ანუ ფხიზლად ხო არ არსებობს ეგ ყავას მაინც ხო დავლებთ. რაღაცა ტიპის დოპინგს ვიღებთ, ან ყავას ვსვავთ, ან ჩაის ვსვავთ, ან რაღაცას ვუყურებთ დიდი ხანი და იმ მდგომარეობაში შევდივართ. ანუ სულ გჭირდება რაღაც მდგომარეობებში შესვლა და რაღაცა ინფორმაციით ყვება და შენ რა მდგომარეობაში გიყვარს შესვლა? მე ფხიზლათაც ძალიან მიყვარს ყოფნა თუ გარემოა სწორი თუ მაგრამ არა ფხიზლზე უფრო სწორი უნდა იყოს გარემო კიდე რა მე მიყვარს არ ვიცი მოწევაც მიყვარს და არ ვსვავ საერთოდ არ ვსვავ ალკოჰოლს მოწევა მიყვარს კინოების ყურება მიყვარს ღრუბლების ყურება მიყვარს აი აქ მაგრა გაასწორებ და ეს ტიპები და ყდე რო არ იყოს და მარტო ღრუბლები რო იყოს ძალიან და მოწევას საქმის კეთებაში თუ გეხმარება ამ ხელს თუ მე მარტივად შემიძლია რომ ვიმუშაო მოწევა და ვიმუშაო მე რასაც ვაკეთებ ნუ ვკითხულობ ხო და მაგ ჭრილში რაღაცნაირი ძალიან კორექტული სუბსტანციაა რა იმიტომ რომ რაღაც ბიძგს გაძლევს რა მე ვაფშე ისე ვუყურებ ეგეთ სუბსტანციებს რა ვაფშე გართობაც არ მიყვარს კლუბებში წვერ დავდივარ ვიღლები მირჩენია რომ ან ხატო ან წერო ან რაღაც ვაკეთო ექშენში ვიყო რაღაცა ტიპის რა და რავი ხელს არ მეშლის ხოლმე ხო და რას ეთყოდი იმ ადამიანებს იმ ტიპებს ვინც შენ გიჭერს ამისთვის რავი პროჭები არიან მაგარი და არ შეიძლება ეგრე რა იმიტომ რომ რაღაცების გაიგივება პროსტა არ მოსულა და ერთ ქვაბში მოხარშვა რა აჯაფსანდალია ცუდი არიჭმევა ხო და ეს სისტემა დაინგრა როგორ ფიქრობ არა რა სისტემა ვერ დაინგრევა ვერასოდეს სისტემა შეიძლება აი წამიერად ცოტა მიინგრეს რა, მაგრამ მე რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს. სისტემა ანარქიაც ანუ ანარქისტებსაც აქვთ მიკროსისტემები შექმნილი და მუდმივი დეკადენტებსაც აქვთ სისტემა, ანუ აი მუდმივი უარყოფაც უკვე სისტემა, მაგრამ სულ ალბათ უნდა ეცადო რომ დაანგრიო რომ რეკონსტრუქცია მოხდეს მე და თავიდან აშენდეს რაღაცა რა. და დაინგრა არ დაინგროლა არაფერი ერთი სისტემა შეიცვალა მეორე სისტემა რა სისტემაში ვცხოვრობთ ახლა როგორ გწნობ შენ
რა სისტემაში საერთოდ სისტემაში ვცხოვრობთ? ხო და აი აკრას ეგა აქ ამ ქალაქს რომ ვერ გაიგებ რა სისტემაში ცხოვრობ, რა ყველას მე მგონია რომ ყველას გონია რომ რაღაც კონკრეტული სისტემა არსებობს და არანაირი სისტემა სრული აბსურდი ხდება რა არ არსებობს არანაირი სისტემა რა კარგი აი კერპების რატო გვეშინია აი ვიღაცის თქვათ რომ გააკრიტიკო რატო გვაქვს მაგის შიში აზე არა ვარ რაღაცა ეგ ალბათ მიჩვეულები არიან ადამიანები რომ ვიღაცას არ მოეკითხება ისეთი გასულია რომ ყველას მოეკითხება როგორ ფიქრობ ყველას მოეკითხება საერთოდ ვაფშე ალბათ ყველაზე ნაკლებად ბავშვებს მოეკითხებათ ბავშვები ყველაზე სწორად აზროვნებენ დალშე ნორმალურად რომ ყალიბდები მე ალბათ სულ მოგიკითხება ესე მგონია აი რო გითხრა რომ მომავალ ცხოვრებაში იქნებიო ორგანო ადამიანისო მე ხო რომელი ორგანო იქნებოდა ერთი ცალი ცალი თვალი უნდა იყო თუ თვალი მინდა ხო თუ ორი თვალი თუ გინდა თვალები იქნები ორგანო არ ვიცი აუ ყველა ორგანო არა ერთი უნდა ამოვირჩიო გული ვისი გული იქნება ვისი გული იქნებოდი დედამიწის ის მომავალი ცხოვრების გჯერა კი მზის სისტემის მიღმა რა ხდება ალბათ გიფიქრია მაგას შეიძლება მზის სისტემის მიღმა ესე რომ ახვიდე უცებ აი აქ ამოხვიდე ანუ მგონია რომ მაგაზე ბევრი თეორიები შეგვიძლია ვაყალიბოთ და არ მიგვიწვდება საბოლოო დასკვნას ვერ გამოვიტანოთ რომ გამოვიტანოთ რავი აი პლუს უსასრულობა თუ არსებობს მინუს უსასრულობაც ხო არსებობს რა და მზის სისტემის მიღმა მართლა აი შეიძლება ახვიდე პროსტა რომელიღაცა რეალობაში რა ფრაქტალური წყობიდან უცებ რო ამოხვიდე რა აი ესე წარმოიდგინე უცებ რო გაიზარდო რა უცებ ვუმ და ყველა პონჩი სადღაც ამოხტები რა მე ზომამდით რო გადააჭარბო ეს ეხლა უცებ აი აქ რო ტიპმა დაიწყოს გასდა აი ვინ გინდა რომ აქ ამოვიდეს აი ესე ამოვიდეს აი ხა აქ რო არა აქ არავინ ეხლა რო აქ ტიპი ამოვიდეს არ გინდა მაგრამ მინდა ჩემი ოცნება რომ აი ამ ხელა ჰოლოგრამები არსებობდნენ მთელი სხვას არაფერს არ გავაკეთებდი მთელი დღე უყურებდი ძალიან მეოსება პატარა მიკრო სამყაროების დაკვირვება ხოჭოები რო დადიან და ჭიანჭველები და რეალურად ეგ ეხლა რო ეს არქიტექტურა იმიტომ არ არის რომ ჩვენზე პატარაა მაგას ხო ჩვენი პერსპექტივაა და აი თქვათ კატისთვის ყველაფერი ეს არის ექსტერიერი კატისთვის არის და ინტერიერი ყველაფერი არის რელიეფი რომელზეც ან ნადირობს ან ძინავს ან ყველაფერი წარმოიდგინე ხა ჩვენთვის რო იყოს ან სავარძელი ან მაცივარი აი ყველაფერი ვაფშე და დაბრკოლება რა ანუ რეალურად პერსპექტივა ქმნის მაგას რა ჯუნგლებიც ქალაქი ჯუნგლები კატის პერსპექტივაშია და ქუჩის ძაღლების და იმისთვის ვის კომფორტზეც არ არის ქალაქი გათვლილი და ვის ფუნქციონალურად ვისაც არ ექვემდებარება. ტატუებს რატო იკეთებ? რაღაცები რომ დამამახსოვრდეს. შენი ისტორია გაწერია ზედ? აი მემენტო კინო ნახე გაქვს ტიპი რომ იწერს რაღაცებს. აი დაახლოებით ეგ არის რა. მემენტო რომ ნახე მერე დაიწყე ეგ? არა. ბავშვობიდან 13 წლის ვიყავი, ნაძვი დავიხატე. არა. ჯერ ნოტი დავიხატე და პირველად ნოტი რო დავიხატე, მე მივხვდი რომ აი ვაფშე სხვა რაღაცა ეს ტატუირება და ვაფშე ტატუირებები ვთვლი რომ არ მაქვს. რაღაც ის არის ჩემთვის. ნაძვი რატო დაიხატე? არ ვიცი, ნაძვები ვაფშე მაგარი ხეები არიან, თან სუნწვანეები არიან ნებისმიერ სეზონში რა. და არა აქვს აი შემოდგომაზე არაფერი არ ცვივა, ნაძვია, სუდგას სუნწვანეა რა. და ბოლოს და კიდე ტყერო იწვის
დღე უნდა დაიწვას, რომ თავიდან დაიბადოს რა, ანუ ეს ფენიქსის სტრუქტურა მანდაც რა, ხანძრის მერე ეს ისინი სვიოს კდება რა და იმ ფერფლში თავიდან ამოდის რა ეს ნაძვნარი. მაგარი ხეა, არ ვიცი, მე ვასება. კარგი. რისი მწვენეა? რისი მწვენეა? აი ისევ ეს ქალაქში რო ვიყურები ხოლმე ფანჯრიდან და რო უყურებ მწვენეა ხოლმე მაგრა. რა გაღიზიანებს? აუ ერთი მწვანე ამწეა, საშინელი მწვანე ამწე ანათებს ხოლმე ღამე. არ ვიცი, ყველაფერი მაღიზიანებს და არაფერი აღარ კიდე რომ აი მივხვდი რომ ეგ აღარ უნდა მაღიზიანებდეს. მაგრამ შიგადაში ყველაფერი ქალაქს რო უყურებ ხოლმე მაგრამ უფრო აი გაღიზიანებას ვერ ვასწრებ, ეგრევე სიცილს ვიწყებ ხოლმე. რისი გეშინია? რისი მეშინია? საკუთარი თავის ალბათ, ძირითადად. კაი, აი რუსეთი რა არის შენთვის? შენ პატარა ხარ და იმ რეჟიმს არ მოსწრები ხარ და რუსეთი რა არის? პროტესტი იწვევს შენში. რავი, ოკუპანტი ქვეყანა არ მსიამოვნებს ხოლმე. არც ის მიყვარს რომ რუსული რომ ესმის ბევრი დიდი დოზით, ცოტა იმას ვიშვება ხოლმე რა. იმ დღეს იყო ჩემთან მეგობრის კაფეში შემოსული ტიპი დიდად რაშა ეწერა იმაზე მაიკაზე მაგას ვერ ხვდები ხოლმე რა რო იცი რომ აპონტია პროსტა ჩადიხარ და კიდე ერთი ტიპი მეუბნეოდა короче ამ кафеში ვიღაცა ეგრე ტურისტი მოვიდა და зачем вам Европа это же нищая страна მეთქი ნახვი ვაშა Россия შენ რო ჩახვიდე მოსკოვში რას დაიწერდი? ვიყავი მოსკოვში ჩასული და რაღაცნაირი ისეთი დუხია თვითონ მოსკოვში თითქოს რომ ყველაფერი პროსტა რა იცი რომ გარეუბნებში აი დედა არ ყავს არაფერს короче რა შიგნით ისეთი ის არაფერი არ მეწერა 5 დღე ჩავედი გავიარე გამოვერე აღარ მინდა რომ წავიდე არაკორექტულად მიმაჩნია ეხა კაი აი სიყვარულს რისი გემო აქვს სიყვარულს რისი გემო აქვს ხან მარწყვის ხან ლიმნიანი ჩაის ხან ზაფხულის რავი რამდენი გემო აქვს იცი სიყვარულს და კაიფს რისი გემო აქვს რამდენიერი გემო აქვს თავარი მითხარ თავარი გემო კაიფს არ ვიცი ეგ სიტყვა რამდენად მაშა სივრცის უსაქმურობას რისი გემო უსაქმურობას რისი გემო აქვს მწყნერის თავისუფლება რა არის შენთვის თავისუფლება როცა პასუხისგებლობა გეხსნება ყველანაირი პასუხისგებლობა გეხსნება აღარ გაქვს პასუხისგებლობა არანაირი თავისუფალი ხარ მაგრამ მომწონს პასუხისგებლობები ანუ ეგ ჩემი ნებაა და არ ვიცი ახლა იცი რაღაცა რო გასაკეთებელი და რო გააკეთებ და მე თავისუფლები რა არ ვიცი რაღაცა მგონია ხო და აი ადამიანმა რას უფრო უნდა დაუჯეროს გულს თუ ტვინს გულით არ ფიქრობთ გულით ტვინშია ხო და ინტელექტის ადევს გულში თუ ტვინში გული ვიბრაცია გული არის ძრავა და გული ქოქავს ტვინს კარგი აი ქრისტე ის არის რა ქვია სიმბოლო შენთვის ქრისტე მაგარი ტიპი იყო და ქრისტე არის ბავშვობაში ხო იცი ერთი ბევრი ქრისტე არსებობს რეალურად რა ყველას თავისი ქრისტე ყავს და ყველა სხვადასხვანაირად იღებს ქრისტეს რა ანუ რეალურად ჩვენთვის არის მითი ან ლეგენდა რომელიც ესე პროსტა მოგვაწოდეს ინფორმაციის სახით და რაღაც იმებით და მე ჩვენ როგორც გვინდა ვასტრუქტურებთ მაგას და ჩემთვის იყო ნუ აი ბავშვობაში ძილის წინ
ეს პირჯრის გადაწერა, ლოცვა და ეგ ტიპი რო იჩნდებოდა ხოლმე, ვისაც ვებაზრებოდი რაღაცებს. რა ვიცი, ჩემთვის დადებითი და რაღაცა ძალისმომცემი ფიგურაა ძალიან რა და ფენომენალური გმირია, აი ბევრ რელიგიებისგან განსხვავებით რაღაცნაირ ერთ-ერთი ტიპია, რომელიც მაგრამ მევასება რა. ერთი კითხვის დასმა რო შეგიძლია. ბევრის ქრისტე მაგრა არ მევასება. ხო და ერთი კითხვის დასმა რო შეგიძლოს ქრისტესთვის. ქრისტესთვის. რას კითხავდი? რამდენ კოზი შაქარი უყვარს ჩაიში? კარგი. აი ევოლუციისთვის საჭიროა თუ არა რევოლუცია, როგორ ფიქრობ? ევოლუციისთვის რევოლუცია საჭიროა და რევოლუციისთვის კაი იქნება რომ რევოლვერები არ იყოს საჭირო, მაგრამ ზოგჯერ რევოლუციისთვის რევოლვერებიც არის საჭირო. ხო და დღეს საქართველოს ჭირდება რამე კულტურული შოკი, აი ვუდსტოკივით რაღაც, რომ ცოტა სწრაფად წავიდეთ წინ. ძალიან მაგრად ჭირდება. რას გამოიწვევს ეს, როგორ ფიქრობ? არ ვიცი, ბევრი მოიშლება, მაგრამ და აერევა ყველაფერი, იმიტომ რომ იმ ყველაფერს, რასაც ფიქრობდა, რომ ეს ესეა, აღმოაჩენს, რომ ეგ-ეგრე არ არის, ძალიან ბევრი და რაღაცა სისტემა მოინჯღრევა, მაგრა რა და ალბათ მაგის ეშინიათ თან, რომ იციან, რომ ამენტ რაღაცა მაგარ არასწორ დინებაზე არიან და უნდა ბოლო-ბოლო ან მოინჯღრენ, ან ამ არასწორი დინებით სადღაც მაგრა არასწორად შეუხვევენ რა. მე მგონი ჯობია რომ რაღაც ნაწილი მოინჯღრეს, იმიტომ რომ მომენტ რომ რაღაცეები რო გადააფასონ და მიხვდნენ არც მოინჯღრევიან რა და თუ მოინჯღრევიან მაგათი ბრალია. კაი, აი ამადგან ვინ რა ასოციაციას იწვევს, რო უყურებ? აი ზვიადით დავიწყოთ. ზვიადზე არც არაფერი არ მახსენდება, იმდენად ჩემთვის ისე ფიგურირებდა რა, ბუნდოვნად, რომ პროსტა რაღაც ის არის ფიგურა. არ ვიცი რატო, ალბათ მაინც აი ინფორმაცია იმდენად ინტენსიურად არ მოაღწია. აი ედვარდ შევარდნაძეზე მახსენდება სულ ის რაღაცა ბანძი მულტფილმი რო გადიოდა, გახსოვს თმა რო ესე აკეთებდა, ეგ და მამაჩემის ვიდეო მახსენდება. ედიკას ვიდეო იყო დაჩეხილი და რაღაცა ტრეკი იყო აკეთებული. მაგას რო აკეთებდნენ მახსოვს სახში კარგად. მაგაზე ეგ მახსენდება. იმაზე ქალაქი მახსენდება ეგრევე, აი მაგარ კი ამანაც კიდე მაგარ რაღაც სტრანი რაღაცეები ააშენა. აი რაღაც შეკი ააშენა, პროსტა მაგრა არასწორად შეღება რაღაცეები რა. ერთადერთი აი სხვა იცი ყველაფრიდან პასიური ვარ ხოლმე არაფერს ყურადღებას, ერთადერთი აი ამაზე მახსენდება ხოლმე რომ რატო შეღება ესეთ ბანძფერებად, ყველაფერი ვერაფრით ვერ გავიგე. ფერის კორექცია მახსენდება ფოტოშოპის მაგაზე. გიორგიზე რა მახსენდება? გიორგი მახსენდება ხოლმე ფიგურირებდა სულ. არ ვიცი რა მახსენდება გიორგიზე. მაგარი რაღაც მახსენდება გიორგიზე ერთხელ ერთი ტაიჩის მასტერი იყო მაგარი ძალიან რა. გარდაიცვალა და იმის წიგნი მაქვს. მოხეტიალე რინდები. და რაღაც შესავალში აქვს წინა სიტყვაა გიორგის ამ ტაიჩის მასტერის წიგნის გაკეთებული რა და ქვემოთ წერია ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი. მე მახსენდება. და ბიძინაზე? ბიძინაზე სუპინგვინები მახსენდება მაინც რა. მაქსიმალურად ვცდილობ რომ აი ეს ყველაფერი იმდენად აქვს ტელევიზორი არ ჩამირთვია 4 წელია და აი Facebook-ში, Newsfeed-ში თუ მეჩითება ხოლმე ეს ყველაფერი ეგრევე unfollow-ს უკეთებ და აი ეგრე ბუნდოვნად რაღაცა. კაი, შემდეგ სტუმარს კითხე რამე. შემდეგ სტუმარს კითხა რამე.
რა ვკითხო შემდეგ ხომარს. რა ვიცი. მარტი. სადაც რო იყურები ერთნაირ ციფრებს ხედავთ, ხო? სადაც რო იყურები ერთნაირ სადაც რო იყურები ესე ტკ გამწკრივებული ერთი და იგივე ციფრები რა შენც ხედავთ, ხო? შიგადაშიგ თქო. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებ.